Ჩემი თავი ამოცანა არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის ხელშეწყობა და ასევე პოპულარიზაცია, ადვოკატირება კულტურული ძეგლების შენარჩუნების და დაცვის კუთხით. ეს არის არსი, რომ კი არ დაიღუპოს და დაინგრეს და ჩანაცვლდეს კულტურული მემკვიდრეობა, არამედ შენარჩუნდეს და ფუნქციურად გახდეს ცოცხლისუნარიანი, თვითკმარი და სარგებლის მომტანიც კი. რაც თავარია შენარჩუნდეს აი ეს გარემო, ისტორიული მეხსიერება და იდენტობა, ხო? იქნება სოფლის, ქალაქის, ადგილის, ერის და ასე შემდეგ. რაც ასე გვაკლია ჩვენ. გატაცება თუ არა გაქვს და სიყვარული, ხო? მემკვიდრეობისადმი რთულია, იმიტომ რომ რთულია ამ სფეროში მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან დიდ ჩართულობასაც მოითხოვს, ძალისხმევას, ემოციურია ძალიან, სტრესულია, იმიტომ რომ ყოველდღიურად, აი მაგალითად თუნდაც ძველთბილისს რო შევხედოთ, ყოველდღიურად ქრება რომელიღაც ისტორიული შენობა, ხო? შეიძლება არ იყოს ეს შენობა თავისთავად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნუსხაში შესული, მაგრამ ფონური ნაგებობა იყოს, ისტორიული უბნის ნაწილი იყოს, რომლის გაქრობა უკვე დისონანსს ქმნის იმ უბანში, იმ არეალში ძველი თბილისის და ევროკავშირმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ აი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა შენარჩუნდეს, ჩვენი იდენტობა შენარჩუნდეს. ეს თანამშრომლობა, ეს დახმარება არის აუცილებელი. კონდი 2016 წლის დამლევს და არსთან დავიწყეთ ასეთი საინტერესო პროექტით ჩემი მემკვიდრეობა. სტიაზე გაგვიჩნდა, რომ ძალიან მცირე სახსრებით, მაგრამ დიდი პირად ძალისხმევით რამდენიმე ადამიანმა მოახერხეთ აი ამ კონკურსის ორგანიზება საქართველოში, რათა წაგვეხალისებინა ეს ადამიანები, რომლებიც თავისი საკუთარი სურვილით, ინიციატივით ინარჩუნებენ კულტურულ მემკვიდრეობას. ეს იქნება მათი სახლი, მათი, რა ვიცი, მათ ხელთ არსებული რაღაც უძველესი ნივთი, ვთქვათ, ძველი სკივრი თუ მუსიკალური ინსტრუმენტი თუ ცოდნა. და ძალიან დიდი შედეგი მოგვცა, ასე ვთქვათ, ამ პირველმა ნაბიჯმა. და შემდეგ ეს გავაგრძელეთ მემკვიდრეობის სფეროში. მას მერე რამდენიმე პროექტი განახორციელეთ, ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით და ევროპელი პარტნიორების ჩართვით. ევროპა ნოსტრას ჯერ ესეთი გამორჩეული ჯილდო დაამსახურა და შემდეგ გრან-პრი, ანუ ეს პრიზი იყო, უკვე ადგილზე ჩავედით. აღმოჩნდა, რომ გრან-პრიც მივიღეთ ამ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტში, რომელიც განახორციელეთ ალიფის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ბრიტანელ, ფრანგ და პოლონელ პარტნიორებთან ერთად, ხევსურეთში, ფაქტობრივად საზღვრისპირა სოფელში, ახიელში, არხოტის ხეობაში. ესაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო, დიდი გამოწვევაც იყო, იმიტომ რომ ძალიან მოკლე დროში მოგვიხდა, ანუ მოკლე შუალედებში მუშაობა, ძნელად მისაწვდომობის გამო ადგილის, იმიტომ რომ მხოლოდ 2 თვე ნახევარი, მაქსიმუმ 3 თვეა გზა გახსნილი. და ეს ძალიან დიდ სირთულეებს ქმნიდა ჩვენთვის, მაგრამ მოხალისების ჩართულობით, ქართველი, ფრანგი, პოლონელი მოხალისების ჩართვით და მათი ძალიან დიდი, მათი მიერ გაწეული ძალიან დიდი მუშაობის და ეს თავგანწირვის შედეგად მოვასწარით აი ამ დათქმულ შუალედებში, მცირე შუალედებში ამ კოშკის რეაბილიტაციის დასრულება და დიდი გამოცდილება იყო ადამიანური კუთხითაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ ფაქტობრივად ძალიან ბევრი ადამიანი ეზიარა კულტურულ მემკვიდრეობას ამ პროექტის მეშვეობით და ეს იყო მიზანი, რომ არა მხოლოდ ვიწრო წრისთვის ყოფილიყო, რომელმაც ისედაც იცის, თქვათ, მემკვიდრეობის ფასი და გარკვეული გამოცდილებაც აქვს ამ სფეროში მუშაობის, არამედ ის ადამიანები, რომლებსაც არ ქონიათ შეხება ამ დარგთან და მათთვის ეს იყო მართლაც რაღაც ახალ ზიარებად.
ძალიან საამაყო იყო, რა თქმა უნდა. გარკვეულწილად მოულოდნელიც კი იყო, ყოველ გრან-პრი ნამდვილად მოულოდნელი იყო და რაღაცა დამატებითი ენერგია და სტიმული მოგცა ამ აღიარებამ. ევროპა ნოსტრაც იმისთვის შეიქმნა, რომ რაღაცნაირად კულტურული მემკვიდრეობის პრესტიჟი ამაღლდეს და ეს იყოს რაღაცა მოწოდება მთელი ევროპის მასშტაბით, რომ მეტი გაკეთდეს ამ სფეროში თითოეული ქვეყნის, თითოეული ერის კულტურული იდენტობის შენარჩუნებისთვის, მათი კულტურული მემკვიდრეობის სწორად განვითარებისთვის და კარგია რომ ამ წრეში ჩვენც მოვიქეცით, ასე ვთქვათ, ჩვენი პროექტის წყალობით. მაგალითად ახლა ვახორციელებთ, თითქმის მოვჭით უკვე სამი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება ეს პროექტი. პირველი გახლდათ მეგალითური ძეგლების გაცნობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი შევარჩიეთ და იქ სოფლებში, ესე იგი წინწყარო, სამშვილდე და ქოსალარია ეს სამი სოფელი მოვიცავით. ძირითადად შევკრიბეთ ბავშვების სომხური, აზერბაიჯანული და ქართული თემებიდან. ჯერ ფილმი ვაჩვენეთ ამ ძეგლების შესახებ, მე ადგილზე რამდენჯერმე გავიყვანეთ და ვაჩვენეთ, გავაცენთ ეს ძეგლები უკვე ადგილზე, შემდგომ მაკეტების შექმნის შესაძლებლობა მივეცით იქვე სამშვილდეში. ფაქტობრივად გაერთიანდნენ ამ კულტურული მემკვიდრეობის ირგვლივ, გააცნობიერეს, რომ ამ მემკვიდრეობის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად ეს იყო თითქოს არაფორმალური განათლების კურსი, რომელიც ასეთ ჭირდებათ ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ნებისმიერი მხარდაჭერა განსაკუთრებით ევროკავშირის არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ კარგი გამოცდილების მაგალითები იქ გვაქვს. აი ამ თანამშრომლობის გარეშე, ამ გამოცდილების გაზიარების გარეშე ხო ძნელია, ხო წინ სვლა.